დეველოპერული კომპანია Homer-მა, რომელიც 2024 წლიდან აქტიურად შემოვიდა უძრავი ქონების ბაზარზე, სათავო ოფისი გახსნა, სადაც სტუმრებს თავისი ხედვები, ღირებულებები და ახალი პროექტი წარუდგინა. Homer Alpha კი კომპანიის პირველი გამორჩეული ხელწერის მქონე პროექტია, როგორც პირველი მოხატულფასადიანი სახლი საქართველოში. ჩვენი ჟურნალისტი ნათია დავითაშვილი ესწრებოდა ოფისის გახსნის ცერემონიას, დეტალებს ნახავთ მის სიუჟეტში. დეველოპერულმა კომპანიამ Homer-ი, რომელიც 2024 წელს გამოჩნდა უძრავი ქონების ბაზარზე, 28 მაისს სათავო ოფისის საზეიმოდ გახსნა და ეს დღე თანამშრომლებთან, პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლებთან და საცხოვრებელი კომპლექსის მობინადრეებთან ერთად აღნიშნა. ამ უბანში ჩვენ შევარჩიეთ ეს შენობა, რომელიც არის მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული შენობა, რომელიცაც გაუკეთდა სრული რესტავრაცია და ჩვენთვის ეს არის ჩვენი იდენტობის და ჩვენი კულტურის ნაწილი. დღეს წარმოადგენს ჩვენს პირველ პროექტს, რომელსაც ეწოდება Homer Alpha. Homer Alpha-ს გაყიდვები დაიწყო დეკემბერში და მშენებლობა მიმდინარეობს უკვე. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი პარტნიორები და ჩვენი ყველა კომპანია, ვინც ჩვენთან ერთად მონაწილეობს ამ პროექტში, დღეს აქ არის და ჩვენთან ერთად აღნიშნავს ამ დღეს. თბილისის ისტორიულ ნაწილში ივანე ჯავახიშვილის მოედანზე მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აგებული ისტორიული შენობა დღეს უკვე ახალ მიზნებს ემსახურება. სივრცე, სადაც ახალი ბუნებრივად აგრძელებს ძველს. ამ სივრცეში პირველად მოხვედრისთანავე მივხვდით რა უნდა გავაკეთებინა. თავიდან დაგვხვდა ცარიელი სივრცე და სიძველეში შემონახული ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც გვინდოდა რომ გაგვეცოცხლებინა, მიგვეც ახალი სიცოცხლე და დაგვეკავშირებინა ჩვენი კომპანიის საჭიროებებს. შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცადე მე როგორც პროექტის ავტორმა გამეთვალისწინებინა ყველა დეტალი და ხელუხლებელად შევმენარჩუნებინა ის ისტორიული მნიშვნელოვანი კიბის ნაწილი, ულამაზესი მოაჯირი. Homer-ის სათავო ოფისის გახსნის ცერემონიამ თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. ძველი თბილისის განწყობა და სივრცის არქიტექტურული შინაარსი საქსაფონისა და ვიოლინოს ცოცხალმა მუსიკამ შეავსო. ღონისძიებაზე კომპანიის დამფუძნებელმა სტუმრებს ახალი პროექტის დეტალები გააცნო. პროექტის სახელწოდებით Homer Alpha 4 საცხოვრებელ კორპუსს, მწვანე რეკრეაციულ ზონას, ბავშვების გასართობ და შინაური ცხოველების სეირნობისთვის გამოყოფილ სივრცეს აერთიანებს. საცხოვრებელ კომპლექსში ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის სავარჯიშო ტერიტორია და სტადიონიც მოეწყობა. პროექტი გამორჩეული იქნება თავისი უნიკალური გამოხატული ფასადით. გარდა ამისა, Homer Alpha ერთ-ერთი პირველი საცხოვრებელი კომპლექსია საქართველოში, რომელიც ჭკვიანი სახლის სისტემით იქნება აღჭურვილი. სისტემა უზრუნველყოფს თანამედროვე კომფორტსა და უსაფრთხოებას, დაწყებული ლიფტებით და შენობაში გადაადგილებით, დაუსრულებელი სტუმრების მიღების გამარტივებული ფუნქციებით. პროექტი Homer Alpha თავისი განსაკუთრებული ხელწერითა და ესთეტიკით ვფიქრობ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქალაქის განვითარების ახალი სტანდარტის დამკვიდრებაში. ეს არის სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს, სადაც ყველაფერი ისეა დაგეგმილი თავიდანვე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს ჩვენი მაცხოვრებლების კომფორტული და ბედნიერი ცხოვრება. ვთვლი, რომ Homer-ის გამოჩენა საქართველოს ბაზარზე ძალიან წარმატებული იქნება. ასეთი მასშტაბის დეველოპერული კომპანია აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს უძრავი ქონების ბაზარზე. წარმატებას ვუსურვებ Homer-ს და დიდი იმედი მაქვს, რომ გაგვანებიურებს საინტერესო ახალი და მნიშვნელოვანი პროექტებით. დეველოპერული კომპანიის მთავარი მისიაა თანამედროვე, ფუნქციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სივრცეების შექმნა, რომლებიც შეესაბამება როგორც ქალაქის განვითარებას, ისე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. Homer-ის მთავარი პრიორიტეტია შექმნას არა მხოლოდ შენობები, არამედ სიცოცხლით სავსე გარემო, უბნები, სადაც ადამიანები კომფორტულ გარემოში სიამოვნებით გააგრძელებენ ცხოვრებას.